2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლების ორმაგ სტანდარტთან დაკავშირებით წერს ირაკლი კირცხალია. კულტურის სფეროს კონკრეტული წარმომადგენლები იმ მოდელით მოქმედებენ, როგორც უცხო ძალების უსიტყვოდ მორჩილი პოლიტიკოსები და NGO-შნიკები. ასეთი დამთხოვების არ მჯერა ვკითხულობთ ქართული ოცნების წევრის განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ რადიკალური ანტირუსული განწყობების გასაღვივებლად საკმარისი არ აღმოჩნდა 2008 წლის ომი. ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და რადიკალური განწყობები გაღვივდა მხოლოდ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. ეგრეთ წოდებული კულტურის მოღვაწეების ვრცელი სია, რომლებიც 2008-22 წლებში რუსეთში საქმიანობას და იქაურ პროექტებში ჩართულობას არ ერიდებოდნენ, თუმცა უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე მათი რიტორიკა და ქმედებები განსაკუთრებით ანტირუსული გახდა. ყველა მიცის, რომ სუხიშვილებმა 2013 წელს სანქტ-პეტერბურგში გრანდიოზული კონცერტი გამართეს და დღეს ანსამბლი რუსეთში კონცერტების გამართვაზე უარს ამბობს. აგვისტოს ომის შემდეგ პეტერბურგის ფილარმონიაში სიმფონიურმა ორკესტრმა 2 კონცერტი ჩაატარა და ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით დაუკრა. გვერდს ვერავუვლი ევროპული მომავლისთვის თავგანწირულ ბოლო პერიოდში გამოდმებით ანტირუსული პოზიციებით გამორჩეულ პაატა ბურჯულაძეს, რომელმაც იმის გარდა, რომ რუსი ბანის სახელით დაიმკვიდრა სახელი, 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთში ჯერ 2012 წელს, შემდეგ კი 2018 წელს უკვე პუტინის თანდასწრებით იმღერა. ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს, თუმცა მხოლოდ აღნიშნულ 3 შემთხვევაში წარმოდგენილი კონკრეტული ფაქტებიც ადასტურებს ქცევის მოდელს. როგორ არ ამბობდნენ უარს კონკრეტული მოღვაწეები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთთან ურთიერთობაზე და იმ საქმიანობაზე. პარალელურად კი ნაცმოძრაობას რუსეთის ინტერესების ხელშემწყობი გადაწყვეტილებებისთვის არასდროს აკრიტიკებდნენ. წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია. საკითხი შეაფასეს პოლიტიკურ სპექტრში. ქართული ოცნების პოლიტიკის შედეგია ის, რომ მათი წევრები, მხარდამჭერები, იუმორისტები დადიოდნენ მოსკოვში, მართავდნენ წარმოდგენებს, ტერს, ოკუპანტს ახალისებდნენ და ეს პოლიტიკა 14 წელია გრძელდება და ამის კონკრეტული მაგალითი, არტიკულირებული მაგალითი ვიხილეთ თბილისის ქუჩებში, როდესაც ქართული ოცნების ღია მხარდამჭერი ომის დღეებში ამბობს დიდება პუტინს. ეს არის უმძიმესი რამ, ეს არის სამარცხვინო და ეს, რა თქმა უნდა, ეს შავი ლაქა არის ქართული ოცნების თავს და ისინი ვერ შეძლებენ გადაბრალებას ვინმეზე ფიზიკურ პირებზე, რომლებიც ან არტისტებზე, რომლებიც მიდიოდნენ. რა თქმა უნდა, მიუღებელია ჩვენთვის ოკუპანტთან თანამშრომლობა, მიუღებელია ერთთან კოლაბორაცია. როდესაც კობახიძე გამოდის და რაღაც მოღალატეობრივ განცხადებას გააკეთებს ხოლმე, მე ირაკლი კირცხალია გამოდის და ამას განმარტებით ბარათს უკეთებს, ეს რაღაცა ჩვევაში ექცა მას. რა თქმა უნდა, ირაკლი კირცხალიას სტატუსი არ შეიძლება, რომ საერთოდ სერიოზულად იყოს ამ თემასთან განსაკუთრებით აღქმული. მაგრამ თუ ნაცმოძრაობის ესეთ ორმხრივ ცვალებადობას განვსჯით და შევაფასებთ და რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობას, მაშინ მე გეტყვით, რომ ნაცმოძრაობასთან ყველაზე კარგი ურთიერთობა ვისაც აქვს დღეს, ეს არის ქართული ოცნება. ამიტომ მათ ყველაზე კარგად იციან ამის მიზეზები. ამიტომ შეუძლიათ, რომ მათ თავად კითხონ ამ ადამიანებს. ჩვენებო დაიარებოდნენ, ატარებდნენ კონცერტებს, საკუთარ საქმიანობას ახორციელებდნენ და აგრძელებდნენ რუსეთში და დღეს, როდესაც უკრაინასთან მიმართებით რუსეთმა განახორციელა უკვე მეორედ აგრესია, დღეს ეგრეთ წოდებული პრინციპულობა და გამოიჩინეს, რაც პირდაპირ რუსოფობიაში არის გადაზრდილი. ის, რაც ჰქონდათ და აქვთ რადიკალურ და აგენტურულ ოპოზიციას საქართველოში, მდიდარ NGO სექტორს პირდაპირ პარალელი შეგვიძლია გავავლოთ სამწუხაროდ ამ ადამიანებთან, რომელთა ქმედებაც და ნაბიჯებიც დღეს ვითომ რუსოფობიული, ხოლო 2008 წლის შემდეგ მათ სამშობლოსთან მიმართებით განხორციელებული აგრესიის ფონზე იყო ძალიან შემრიგებლური. მესიჯ ბოქსი ჰქონდათ, რომ აი რუსები აუცილებლად ჩამოსულიყვნენ, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ დაეთქვოთ ურთიერთობა, კულტურული ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით ოფიციალური წერილები იგზავნებოდა, კონცერტები იმართებოდა რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში ქართველი მომღერლების, მსახიობების და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მხრიდან. ეს მიუთითებს იმაზე, რომ უბრალოდ მათი პატრონების მხრიდან მოდიოდა ეს დავალება, რომ
ეს მიდგომა უნდა ყოფილიყო. მას შემდეგ რაც გაჩაღდა რუსეთ-უკრაინის ომი, რა თქმა უნდა, შეიცვალა message box-ი და პატრონების მხრიდან წამოვიდა უკვე სხვა დავალება, რასაც ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავთ იმ რიტორიკას და იმ განცხადებებს, რასაც ვისმენთ მათი მხრიდან.